სახელმწიფოს მხარდაჭერა ქართულ კულტურას პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრთან ერთად ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ერისიონის ახალი შენობა გახსნა. შორნა კობალეიშვილი გიამბობთ. 141 წლის ანსამბლის ისტორიას ერისიონი ახლებურად, ახალ სივრცეში ჩვეული შემართებით განაგრძობს. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს არსებობის ისტორიაში საკუთარი შენობა პირველად აქვს. ახალ მისამართზე ხეთაგუროვის 26-ში მთელი დღის განმავლობაში იღებდნენ სტუმრებს. ახალი შენობა მთავრობის მეთაურმა კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა. მსოფლიოს დიდ სცენებზე მორიგ გამოსვლამდე ერისიონი ქართული სიმღერისა და ცეკვის საგანძორის კონცერტით ახალ სარეპეტიციო სივრცეში წარდგა საპატიო მაყურებლის წინაშე. წლების მანძილზე ანსამბლს არ ქონდა გამართული შენობა და ახლა უკვე სრულიად ახალ სივრცეში შეუძლიათ განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა. თქვენ იცით რამხელა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და რა თქმა უნდა ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ. თელმა მსოფლიომ იმისთვის რომ გაიგოს, რომ სულ ამას ვამბობთ, რომ საქართველო არის უნიკალური კულტურის ქვეყანა, ევროპისა და აზიის გასაყარზე, ამ კულტურათა სინთეზით შექმნილი ჩვენი უნიკალური ტრადიციული კულტურა გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს ხმამაღლა, ეს არის სწორედ ერისიონის მისია. არც ერთ მსახიობს უფლება არ აქვს, რომ აქ არ იცეკოს და არ იმღეროს მთელი გულით და სულით. და აქ ბევრი კარგი რამ გაკეთდება კიდევ მსახიობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ყველას მინდა მადლობა უთხრა. თანამედროვე სტანდარტების სარეპეტიციო დარბაზები, უფროსი თაობისა და სკოლა სტუდიის ბავშვებისთვის, ხმის ჩამწერი სტუდიები, მსახიობების საგრიმიოროები თუ სხვა საჭირო სივრცეები. დღეს ერისიონის ახალი შენობის მთელ სივრცეში დიდი სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ქართული ფოლკლორის მუზეუმად წოდებულმა ანსამბლმა წლების განმავლობაში არაერთი პროექტით აღაფრთოვანა მსოფლიო ქართული კულტურის აღმოჩენით. საბედნიეროდ მოხდა ის, რასაც 140 წელი ანსამბლი ელოდებოდა. საკუთარი შენობა გვაქვს. ახალი мотиваცია იმისა, რომ კიდევ ბევრი ვაკეთოთ. ჩვენი ქართული კულტურისთვის, ქართული სიმღერისთვის, ცეკვისთვის, ეს ხო ჩვენი იდენტობა. ერისიონის წარმატება არასდროს არ აკლდეს, ყოველთვის არის და იქნება მუდმივად საქართველოს სიამაყე. ისინი ამ შენობაში უფრო მეტ სიკეთეს მოუტანენ ჩვენს კულტურას. ეს არის ერის სახე. ეს არის ეროვნული საუნჯე და ამ ეროვნულ საუნჯეს სახელმწიფო საზოგადოებამ შეუქმნა ის პირობები, რასაც ხედავთ დღეს. მისალოცია ნამდვილად. ერისიონის ახალი შენობის კედლები ფოტომეხსიერებად ქცეულ ანსამბლის ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს. კედლებს მიღმა კი ჩვეული კოსმოსური ხმებით. სიმღერისა და ქართული ცეკვის მაგიის საიდუმლოებაზე ერისიონის დიდი თავგადასავალი თავიდან იწერება.